მოგესალმებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენთ ყველაზე აზარტული ლიტერატურული შოუს წიგნების თაროს სტუდენტურ სეზონს. მე მისი წამყვანი სანდრო ლორთქიფანიძე ვარ, ხოლო დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრად იქნება მუსიკოსი მებო ნუცუბიძე. გამარჯობა მებო, მადლობა სტუმრობისთვის. დღეს ჩვენი სტუდენტური სეზონის მეორე ქვეჯგუფის მეორე თამაში გვაქვს და ამ თამაშმა შეიძლება ძალიან ბევრი რამ გადაწყვიტოს, ამიტომ ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი თამაშის მონაწილეები. ჩემგან ხელმარცხნივ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბექა გიორგი და ილო. და ჩემგან ხელმარჯვნივ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ჯიპა, ნატუკა ილია და რუსა. გამარჯობა მეგობრებო. მოგესალმებით. ხო არ ნერვიულობთ? ცოტა რომ ინერვიულოთ, ლოგიკურიც იქნება პრინციპში. რომ არ ინერვიულოთ, მე გასამხნევებლად გეტყვით თუ რა პრიზები გერგებათ ჯერ პირველ რიგში მონაწილეობის და შემდეგ უკვე გამარჯვების შემთხვევაში ხო მით უფრო. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ თითოეული გამარჯვებული მოთამაშე მიიღებს თბილისი Open Air 2016-ის აბონემენტებს Alter Vision გრუპისგან, რა თქმა უნდა. ასევე თითოეული მოთამაშე, თითოეულ თამაში მიიღებს ელექტრონული წიგნების სახლი საბასგან, ელექტრონულ წიგნებს თან მზარდი რაოდენობით ეტაპის და შესაბამისად, ისე რომ ფინალისთვის შეიძლება 50-მდე წიგნიც კი დააგროვოთ. ასევე გეტყვით, რომ თამაშის ბოლოს მიიღებთ სასაჩუქრე პაკეტებს გამომცემლობისგან წიგნები ბათუმში, თითოეული თამაშის ბოლოს მიიღებთ ამ სასაჩუქრე პაკეტს, რომელშიც საინტერესო საჩუქრები იქნება ნამდვილად და გამარჯვებული გუნდი, ოღონდ ფინალის გამარჯვებული, ანუ ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი მიიღებს მთავარ პრიზს ტურისტული კომპანია კაპიტან პლუსისგან და მთავარი პრიზი გახლავთ სტამბოლის წიგნის ფესტივალის საგზური, გაემგზავრებით, გაესწრებით ფესტივალს, დაათვალიერებთ ქალაქს და ასე შემდეგ. ასევე ჩვენი გადაცემა აღალატებს ტრადიციას და ჩემპიონატთან ერთად აცხადებს ბლოგერების კონკურსს. შესაბამისად, ჩვენ გამოვავლენთ 6 გამარჯვებულ ბლოგერს, რომლებიც ითამაშებენ ბონუს თამაშს და ამ 6 ბლოგერიდან თითოეული ბლოგერი მიიღებს ჩემს მიერ უკვე ჩამოთვლილ საჩუქრებს და პლუს ამას გამარჯვებული 3 ბლოგერი ამ ბონუს თამაშში მიიღებს გამომცემლობისგან წიგნები ბათუმში 100 ლარიან წიგნის ვაუჩერებს. ესაც შესანიშნავი мотиваციაა ბლოგერებისთვის ნამდვილად. Ну, პრიზები გასაგებია, მაგრამ წესებიც უნდა გითხრათ, იმიტომ რომ ოდნავ შეიცვალა ჩვენი გადაცემის ფორმატი, წინა სეზონისგან განსხვავებით, ამჯერად ვიწყებთ ჯგუფური ეტაპით, არის 2 ქვეჯგუფი, თითოეულ ქვეჯგუფში 3-3 გუნდი, გუნდები ითამაშებენ ერთმანეთში, გამოვავლენთ 2 მოწინავე პოზიციაზე მყოფ გუნდს, რომლებიც გააგრძელებენ ასპარეზობას ნახევარფინალში და შემდეგ უკვე ჩვეულებრივად ოლიმპიური სისტემით გაგრძელდება თამაში. რაც შეეხება წესებს, წესები უცვლელია, არის 7 ძირითადი რაუნდი და ბლიც ტური. თითოეული ძირითადი რაუნდი ფასდება 3 ქულიანი სისტემით, თუ შეკითხვისთანავე გამოიცნობთ, მიიღებთ 3 ქულას, თუ დაგჭირდებათ დამატებითი 30 წამი, მიიღებთ 2 ქულას, თუ დაგჭირდებათ ამის შემდეგ ჩვენი ძვირფასი სტუმრის მინიშნება და მის მინიშნებას გამოიყენებთ, მიიღებთ 1 ქულას. ასევე თავად სტუმარი ერთ შეკითხვას დაუსვამს თქვენს გულშემატკივარს და ამ რაუნდში უმნიშვნელოვანესი იქნება თქვენი გულშემატკივრის აქტივობა. ბლიც ტურს რაც შეეხება, ერთი მოთამაშე დარჩება ჩემთან ბლიც ტურის სათამაშოდ და შეიძლება 1 წუთის განმავლობაში რაც შეიძლება მეტ შეკითხვას გასცეს სწორად პასუხი, იმიტომ რომ თითოეული სწორი პასუხი ბლიც ტურში ფასდება 1 ქულით. ეს ყველაფერი გასაგებია, ხო? ანუ მზად ხართ თამაშისთვის. მაშინ დავიწყოთ თამაში წიგნების თარო. იტო მოდი ავიწყოთ, მე ვით აწევს რა. შუაგან ყაზური თამაში, მაგას ვთავაზობ თამაში. მოემზადეთ პირველი შეკითხვა. წიგნი, რომელიც უნდა გამოიცნოთ, ცნობილ ინგლისელ მწერალსა და სცენარისტს ეკუთვნის და გამოცემიდან ძალიან მალე გახდა ბესტსელერი. ამ ყველაფერმა კი ავტორს ისტორიის გაგრძელებისკენაც უბიძგა. ერთი შეხედვით საკმაოდ მსუბუქი საკითხავი ნაწარმოები იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ მეცნიერებმა ევროპელი ქალების სწრაფვას ახალგაზრდა ასაკში დაქორწინებისკენ მთავარი გმირის სინდრომი უწოდეს. წიგნი მთავარი გმირის დღიურს წარმოადგენს და მისი ცხოვრების
აი პირველი რისკი უკვე ჯიპასგან ვინ პასუხობს როგორც ხდები რუსა შენ? დიახ, ბრიჯიტ ჯონსის დღიურები. ბრიჯიტ ჯონსის დღიური, ავტორი ხო არ გახსოვს? მე თუ სწორად მახსოვს, ელენ ფილდინგი უნდა იყოს, მაგრამ მე მგონი მზერამ გამყიდა, იმიტომ რომ ჩავიხედე და ეს სწორი პასუხია. რა თქმა უნდა, პირველი რისკი დაგიფასდათ, მეგობრებო, 3-0 ხდება ანგარიში წინ გაიჭრა ჯიპა. ბრავო, მოდი გავამხნევოთ ჩვენი მოთამაშეები კიდევ ერთხელ გულშემატკივარს მოუწოდეთ. ფული თამაში იქნება წინ, დარწმუნებული ვარ. კარგით. აღარ შეგაყოვნებთ ბევრს. მეორე შეკითხვა. ნაწარმოები, რომელიც უნდა გამოიცნოთ, ცნობილ ფრანგ ავტორს ეკუთვნის. მან პოპულარობა თავისი სკანდალური რომანებით მოიხვეჭა და მათი წყალობით არაერთხელ იქცა კრიტიკისა თუ დევნის ობიექტად. პირველი წინადადება ვთქვი ჯერ მხოლოდ ილია, რატომ რისკავ? არ შეიძლება ავტორი მარტივი მისახვედრი იყო, მაგრამ ნაწარმოები მიშელ უელბეკის მორჩილება. მორჩილება. მიშელ უელბეკი. მიშელ უელბეკში დარწმუნებული ხარ? დიახ. და რატომ მორჩილება? დევნის ობიექტი. სხვა ნაწარმოებებითაც ხო გამხდარა? თან არ ვიცი ამ ავტორზეა თუ არა ნუ დევნა პირველ რიგში მორჩილებიდან წამოვიდა თორსტები. პირველმა რისკმა გაამართლა, მეორე რისკმა არ გაამართლა. სამწუხაროდ ეს არ არის სწორი პასუხი, ვაღიარო და ვაგრძელებ შეკითხვის წაკითხვა სპეციალურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდისთვის. შეგიძლიათ ბოლომდე მოისმინოთ შეკითხვა ყურადღებით. ეს ნაწარმოები მის შემოქმედებაში გამორჩეულია. მის შესახებ წერდნენ: კაცობრიობა ორ ნაწილად იყოფა. ერთნი, ვინც უკვე წაიკითხა ეს წიგნი და მეორენი, ვისაც ჯერაც არ წაუკითხავს ის. ნაწარმოებში ეს ძალიან ცნობილი ავტორი ღირებულებათა გადაფასების იმ რთულ პერიოდზე გვიყვება, რომელიც მოჰყვა ჰიპების ლეგენდარულ ეპოქას. ტრადიციული დამოკიდებულებების რღვევა და რადიკალიზმი, რომლის შედეგებსაც ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ძმა იმკის. მიშელი, რომელიც ცდილობს ჩაწვდეს სიკვდილისა და სიცოცხლის მარადიულ საიდუმლოს და ადგენს, რა როლს თამაშობს სექსი ადამიანების დაბერებასა და სიკვდილში, და ბრუნო, რომელიც ცდილობს საკუთარი ბავშვობის დროინდელ ტრავმებს გაექცეს. ვერსია არ ჩანს, როგორც ხვდები და დამატებითი 30 წამი სპეციალურად თესეუსთვის. ოცდაათი წამი ამოიწურა, არ გისკავს თესეუ და საერთოდ სტუდენტურ სეზონს ახასიათებს ერთი უცნაური თვისება, რომ სტუმრის მინიშნებამდე ძალიან იშვიათად ვახწევთ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში გაგვიმართლა. მე მოგთხოვ დამატებითი მინიშნება მისცე. ნაწარმოები, რომელზეც გვაქვს საუბარი, მისი მთავარი გმირია მიშელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ. მიშელს ჰქონდა ძალიან რთული ბავშვობა, ის იზრდებოდა დედასთან ერთად და მამამისმა მას შემდეგ წაიყვანა მიშელი თავისთან, რაც იპოვა მიშელი ოთახში, სადაც დედამისი ორგიაში იღებდა მონაწილეობას და ბავშვს აი ვიღაც უცხო კაცების რაღაცეებში ეძინა და თავისთვის დადიოდა. მას ყავს ასევე ნახევარ-ძმა, რომელსაც ჰქვია ბრუნო, რომელიც იზრდება ბავშვთა სახლში, განსხვავებით მიშელისგან, რომელიც მას შემდეგაც მამამ წაიყვანა ბებიასთან იზრდებოდა და ნუ მთელი არსი ნაწარმოებისთვის არის, რომ ორი ნახევარ-ძმა, რომელთა ცხოვრება სხვადასხვანაირია, ერთი მეცნიერია, მეორე არ არის მეცნიერი, მაგრამ მათი ცხოვრება ტრაგიკულობით შეიძლება ერთმანეთს მაინც დაუკავშიროს. სტუმრის მინიშნებაც ამოიწურა, რისკავთ ალბათ. გიორგი. იმედია, ეს არის ველბეკის პლატფორმა. პლატფორმა? არის ეს პლატფორმა? არ არის. რა არის მაშინ? ეს ჩემი საყვარელი წიგნია, ელემენტარული ნაწილაკები მიშელ. ელემენტარული ნაწილაკები მიშელ უელბეკს ორივე გუნდი მიხვდა, მაგრამ ეს ელემენტარულია, მეგობრებო, ელემენტარული ნაწილაკები. არა, რთული შეკითხვა იყო პრინციპში, მაგრამ შეიძლება გახება. მადლობა მინიშნებისთვის. ანგარიში კი უცვლელია 3-0 წინ არის ჯიპა. რაც უფრო ცოტა შეკითხვა რჩება, მით უფრო იძაბება თამაში ბუნებრივია და ამიტომ მოდი გავაგრძელოთ მესამე შეკითხვა. გამოიცანით ნაწარმოები,
რომელიც პირველად მე-17 საუკუნის 60-იან წლებში გამოიცა 10 წიგნად. ავტორისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ნაშრომია, რომლითაც იგი შეიძლება ითქვას დაუპირისპირდა ჰომეროსის ჰეროიკულ ეპოპეებს და დანტეს ღვთაებრივ კომედიას. პოეტმა არ მისცა საკუთარ თავს ზედმეტი მხატვრულობის უფლება და ამის ნაცვლად ბიბლიური სიუჟეტი გადმოსცა არარეალისტური რით. აღარ დავასრულებ თესეური ისკავს ამჯერად გისმენთ ვინ მიპასუხებს? დაკარგული 64 ჯონ. დაკარგული არის ჩვენი 64. ვერსია. ვისი? ჯონ მილტონის. ჯონ მილტონის დაკარგული 64 დაუპირისპირდა ჰომეროს და დანტეს თავიჯერო თავისი სტილით იმედი გვაქვს. და ბიბლიური სიუჟეტები აღწერა. თავშთავად. წაკითხული გაქვთ? სრულად არა რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, რატომ შენი ნაწარმოებია პრინციპში. აი ამჯერად კი ვეღარ მოაღწიეთ სტუმრის მინიშნებამდე ეს სწორი პასუხია. სამი ხდება ანგარიში. ეხლა ამათი დროა. შეიძლება მოვიხო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თამაშიდან აღებული პირველი სამი გოლა. აღნიშნოთ აპლოდისმენტებით, სამი ხდება ანგარიში. და აი ახლა მე ისევ უნდა მიუბრუნდე მებოს, იმიტომ რომ დგება მეოთხე რაუნდის დრო, როდესაც თქვენმა გულშემატკივარმა უნდა მოიძიოს საკუთარ თავში ძალები რომ დაეხმარონ გუნდებს. მებო, ხო, მეოთხე შეკითხვა. ნაწარმოები, რომელზეც მე მაქვს საუბარი, დაწერილია მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში. მისი ავტორი თავად დაიბადა 1926 წელს საქართველოში, სოფელ ხაშმში. გამორჩეული იყო იმით, რომ მუშაობდა გამომცემლობა ნაკადულში, ასევე იყო სცენარისტი ქართულ ფილმში და თვითონ ეს მოთხრობა, რომელზეც მე მაქვს საუბარი, ძალიან გამორჩეულია თავის სათაურით და ძალიან ხშირად მას აყენებენ დიდი ლიტერატურული ნაწარმოებების გვერდით, როდესაც საუბარი გვაქვს სათაურის ორიგინალურობაზე. რაც შეეხება თვითონ მოთხრობას, მოთხრობაში წინა პლანზეა გამოტანილი ადამიანის ღირსება, ქალის პატივისცემის საკითხები და გვაჩვენებს იმას, თუ როგორ შეიძლება ორი ერთმანეთისთვის სრულად უცნობი ადამიანი ერთმანეთს გადაემტეროს აი ღირსების ამბავის გამო. და რაც შეეხება გაჩნდა ვერსია ჯიპას გულშემატკივრებში. გისმენთ? გამარჯობა, თუ ავსები ეს უნდა იყოს რევაზ ლინანიშვილის თხებიან ყვავები დამბაჭის ხმაზე. თხებიან ყვავები დამბაჭის ხმაზე. ეს სწორი პასუხია, ბრავო, ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს. ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის და სწორმა პასუხმა 6-3 გახადა ანგარიში. ჯიპა ართმობს და წინ მიიწევს. ბრავო, ძალიან დიდი მადლობა. სამი კითხვა გრჩება, მეგობრებო, სამქულიანი უპირატესობა, ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის გადაწყვეტილი, რთული თამაშია, დაძაბული თამაშია, მებო დამეთანხმები ამაში, ხო? ჰეოდი ესეთ შედეგებს? არა, ორი განცემს შემთხარი, რომ რთული კითხვებიაო და. ნამდვილად მართლა და ნახოთ. ნახოთ ბოლოს ამ კითხვას როგორ გაართმევენ თავს. ყურადღებით. მეხუთე შეკითხვა. გამოიცანით წიგნი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოიცა და არა მხოლოდ ავტორისთვისაა უმნიშვნელოვანესი ნაშრომი. არამედ შეიძლება ითქვას, რომ სოფლიო ლიტერატურის თითქმის ყველა ზოგად რეიტინგში შეგვიძლია მისი ხილვა. ეს სათავგადასავლო ნოველაა, რომელიც იმპერიალიზმისა და რასიზმის პრობლემებს წევს წინა პლანზე და ამტკიცებს, რომ ეგრეთ წოდებულ ცივილიზებულ ადამიანებსა და ველურებს შორის სინამდვილეში სულ მცირე განსხვავებაა. საინტერესოა, რომ თხზულების მთხრობელის და მთავარი გმირის პროტოტიპი თავად ავტორია, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს ბელგიურ სავაჭრო გემზე მუშაობდა და მდინარე კონგოზე მოუწია მოგზაურობა. ნაწარმოებს არც კრიტიკა მოკლებია. ცნობილმა ნიგერიელმა მწერალმა ჩინუა აჩებემ მას რასისტული და ქსენოფობიური უწოდა. აფრიკის და აფრიკელების ევროპული ცივილიზაციის ანტიპოდად წარმოჩენა კი დაგმო. ამ ბრიტანელი ავტორის სხვა მოწინააღმდეგეთა აზრით, რასისტულია ნაწარმოების სათაური, რომელშიც აფრიკა უკუნ სიბნელესთანაა გაიგივებული. არ ვიცი აფრიკა გვანიშნებს თუ უკუნ სიბნელე? ილო გისმენ. ჯუნგლის წიგნი შეიძლება იყოს რადიარდ კიპლინგის. იმედი გვაქვს რომ შეიძლება იყოს ყოველ შემთხვევაში. არ არის ეს სწორი პასუხი. მე დამრჩა ერთი წინადადება, რომელიც ჯიპას უნდა წავუკითხო ბოლომდე, შეგიძლიათ მშვიდად მოისმენოთ. როგორც გითხარით,
რასისტულია ნაწარმოების სათაური მოწინააღმდეგეთა აზრით, რომელშიც აფრიკა უკუნ სიბნელესთანაა გაიგივებული. თუმცა ასეთ სიბნელესაც ხომ აქვს თავისი გული. ვერსია არ არის 30 წამი დამატებით. გარისკა ჯიპა ორი ქულის მოსაპოვებლად და რუსა შენ პასუხობ. წყდიადის გული მგონი. წყდიადის ის გული. გული. ჯოზეფ კონრადია ავტორი წყდიადის გული ქვია ამ ნაწარმოების ნამდვილად. ბრავო. ეს ორი პასუხია და დამატებითი ორი ქულა მოაქვს ჯიპას გუნდისთვის და 8-3 ხდება ანგარიში. აპლოდისმენტები. გავამხნევოთ მოთამაშეების წირდებათ ნამდვილად ორი კითხვაა დარჩენილი, ორი რთული კითხვა. ამიტომ ყურადღებით იყავით. მე-6 შეკითხვა. ნაწარმოები, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, მე-19 საუკუნის ბოლოს გამოქვეყნდა და სწრაფადვე დაიპყრო როგორც მკითხველთა, ასევე მაყურებელთა გულებიც. ავტორის ხელწერა ამ ტექსტშიც შენარჩუნებულია. ერთგვარად ჩაკეტილი, მოჯადოებული სივრცე, მუდმივი მელანქოლია, ლხინისასაც კი, გრძელი პაუზები და მე-19 საუკუნის რუსული ყოფისა და მდგომარეობის უზუსტესი აღწერა. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, პიესას ბევრი რამ აკავშირებს შექსპირის ჰამლეტთან. მართალია ამ შემთხვევაში წინა პლანზე ჰამლეტისა და ოფელიას ურთიერთობაა წამოწეული. თუმცა გერტრუდა და კლავდიუსიც თავის ადგილს იკავებენ. რისკავს თესეუ, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ რისკავს, იმიტომ რომ ეჭვი მაქვს ბევრი ვარიანტი ასარჩევად, გიორგი გისმენთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არის ჩეხოვის თოლია. თოლია. ჩეხოვი. და არა სხვისი თოლია, ან ჩეხოვის სხვა რამე. არა. რიჩარდ ბახის თოლია, არა, ჩეხოვის თოლია. ეს ორი პასუხია, თოლია. თოლია სწორი პასუხია, ნამდვილად ავლებენ ხოლმე პარალელებს ამლეთთან, როგორც იყო ნათქვამი. და 8-6 ხდება ანგარიში, კიდევ უფრო იძაბება მდგომარეობა ბოლო კითხვის წინ. ვერთო ჩემო ავღელდი, უკვე მართლა ავღელდი. მე ბო რამეს ხომ არ ურჩევ, აი მაგალითად შენ მიგიღია მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობა, სადაც ღელვა ძალიან მაღალ დონეს აღწევს ხოლმე. აშკარად არ ღელავენ, იმიტომ რომ რა ვიცი. ყველა კითხვაზე ძალიან მაგრად თემენ პასუხს. ხო, მაგრამ შეიძლება პირიქით მემირჩიონ რაღაცები, რა ვიცი, მისიეთ რომ კარგი, გადასცემის შემდეგ მეგოს დავილაპარაკოთ. როგორ არის ნერვიულობს ხოლმე. კარგით. მოემზადოთ ბოლო გადამწყვეტი შეკითხვისთვის. მე-7 შეკითხვა. ესა მემუარული ნაწარმოები, რომელიც ამ ძალიან ცნობილმა ადამიანმა საკუთარ მძიმე მოგონებებზე დააყრდნობით აღწერა. ამბავი ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასასრულს დაიწყო, როდესაც მთავარ გმირს BBC-ს ჟურნალისტმა დაურეკა და კომენტარი სთხოვა. სწორედ ასე გაიგო ავტორმა, რომ საკუთარ ქვეყანაში სიკვდილი მიუსაჯეს და მას შემდეგ მოსვენება ძალიან დიდხანს არ ღირსებია. მუდმივად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს და იძულებული იყო უსაფრთხოების მკაცრი წესები დაეცვა. წიგნის სახელი ამ ძალიან ცნობილი ადამიანის ფსევდონიმია, რომელიც უსაფრთხოების მიზნით შექმნა. ამისთვის მან გადაწყვიტა საყვარელი წერლები კონრადი და ჩეხოვი გამოეყენებინა და ასე დაიბადა ფსევდონიმი, რომლითაც ის მაინც არ დაამახსოვრდა მსოფლიოს. იქნებ ამის გამოც დაარქვა წიგნს ეს სახელი. ვერსია არ ჩანს, 30 წამი ორივე გუნდს საფიქრალად. დრო ამოიწურა 30 წამისთვის განკუთვნილი და დღევანდელ თამაში უკვე ხელმეორედ მიწევს, რომ დახმარება გთხოვო მებო. დიდი სიამოვნებით ვეცდებით და წაგეხმაროთ. ესე იგი, ნაწარმოების წიგნი, რომელზეც საუბრობს სანდრო, ეკუთვნის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მწერალს.
რომელიც ცნობილია იმით, რომ ის იდევნებოდა საკუთარ ქვეყანაში და ეს არის მისი მემუარები, სადაც ის საუბრობს აი რთულ პერიოდზე, როგორ ცხოვრობდა პოლიციელებთან ერთად, როგორ თანამშრომლობდა რა ურთიერთობა ჰქონდა სპეცსამსახურებთან, როგორ ცდილობდა თავისუფლების მოპოვებას, რადგან ერთ-ერთმა მუსლიმთა ერთ-ერთმა სულიერმა ლიდერმა მას ფატვაც კი გამოუცხადა. ეს არის მისი მემუარები. აი გარისკა ჯიპამ და მიხარია ეს ამბავი გიფასებთ. ავტორი სალმან რუშდია და წიგნი ეშმაკურიაიები. ამ მემუარებზე არ არის და მეორე არ. არა, ეს არ არის სამწუხაროდ სწორი პასუხი, მაგრამ მე მინდა როდესაც აპლოდისმენტები დავუკრათ იმისთვის, რომ ბოლო წამზე მაინც გარისკა და გაიბრძოლა. ვერ გამოვიცანით სამწუხაროდ ეს შეკითხვა. ავტორი ნამდვილად არის სალმან რუშდი და კონრადი და ჩეხოვი. არა და წინა ორი შეკითხვა, ერთი იყო კონრადის ნაწარმოები, მეორე იყო ჩეხოვის. შესაბამისად, უბრალოდ სახელები უნდა გადაგებათ. ფსევდონიმი იყო ჯოზეფ ანტონი. ჯოზეფ კონრადი, ანტონ ჩეხოვი. შესაბამისად, წიგნს ერქვა ჯოზეფ ანტონი. ჯოზეფ ანტონის მემუარები. მარტივი იყო მისახვედრად, პრინციპში ბოლოსკენ უკვე თან გავიარეთ ორივე შეკითხვა, მაგრამ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, როდესაც 8-6 ანგარიში დაძაბულობა მატულობს და რთულია ასე დროს გარისკო და შეიძლება გადაყვე ამ რისკს. მთლიანად ბლიც ტურის წინ 8-6 წინ არის ჯიპა. და შესაბამისად პირველი თქვენ უნდა გკითხოთ, ვინ დარჩება ბლიც ტურის სათამაშოდ. ილია. მშვენიერია, ნატუკა რუსო გადაინაცვლეთ უკან. ვინ ითამაშებს ბლიც თესეუდან? ილო. ბექა გიორგი გადადით. ილო და ილია, ილია და იგო დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ამ შემთხვევაში. ნერვიულობთ ბლიც ტურის წინ? ოდნავ. ყურადღებით. დავიწყოთ ბლიც ტური ილიასთან. დავიწყოთ. ვისია წერილები ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების სათაურში? მგზავრის. სწორია, რომელი ომის დროს ხდება მოქმედება რომანში ბიჭი ზოლიან პიჟამაში? მეორე მსოფლიო. სწორია, ვინ დაწერა ბუდენბროკები? თომას მანი. სწორია, რომელი რომანის მთავარი გმირია სალ პარადაიზი? ჯოისი, ულისე. გზაზე. აკა მორჩილაძის ფალიაშვილის ქუჩის? ზაღლები. სწორია, რისი ორდენი გვხვდება ჰარი პოტერის მეხუთე წიგნში? ფენიქსის. სწორია, რას ქესის იყო ჟორჟ სანდი? ხალი. სწორია, სადაური მწერალია გაბრიელ გარსია მარკესი? კოლუმბიელი. სწორია, რომელი რომანის პერსონაჟები არიან უტა და მეფე გიორგი? დიოსას მარჯვენა. სწორია, ვინ დაწერა კალის ჯარისკაცი? ჰანს ქრისტიან ანდერსენი. სწორია, რამდენი პრინცია ამბერის ქრონიკებში? 4. 9. რა ქვია არსებას შუბლზე თვალით ბერძნულ მითოლოგიაში? ციკლოპი. სწორია, რა გვარია უსახელო უფლის სახელის ავტორი გურამი? ჩეულიშვილი. სწორია, რომელ პიესაში ასამართლებენ იტალიაში მცხოვრებ ებრაელ ვაჭარს? ვენეციელი ვაჭარი. სწორია, ფრენსის სკოტ ფიჯერალდის დიდი? გეტსბი. სწორია, ვინ დაწერა გულივერის მოგზაურობა? შემდეგი. ჯონათან სვიფტმა, ვისი ლექსია ყივჩაღის პაემანი? გიორგი ლეონიძე. სწორია, დრო ამოიწურა. შენ დააგროვეთ 14 სწორი პასუხი, მშვენიერი შედეგია ეს პირდაპირ უნდა ვთქვა. გილოცავ. და ილოს ბლიც ტურის წინ 16 ქულიანი უპირატესობა ჯიპას. 16 ქულა. შეძლებ რომ გაიმეორო მაინც 16 ქულა. არც ეგ არ ვიცი. კარგი, ვნახოთ, მოემზადე. დავიწყოთ. ვისი ამბობია ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების სათაურში? გლახის. სწორია, რომელი ომის დროს ხდება მოქმედება რომანში წიგნის ქურდი? არ ვიცი. მეორე მსოფლიო, ვინ დაწერა საჭადრაკო ნოველა? ცვაიგმა. სწორია, რომელი რომანის მთავარი გმირია რენდელ მაკმერფი? გუგულის პოდკასტს ვიღაცმა გადაუფრინა. სწორია, დათო ტურაშვილის ტიბეტი არ არის? შორს. სწორია, რის სიტყვა გვხვდება ჰარი პოტერის მესამე წიგნში? აზკაბანის. სწორია, რას ქესის იყო მარი ანრი ბეილი? კაცი. სწორია, სადაური მწერალია ჟოზე სარამაგუ? პორტუგალიელი. სწორია, რომელი რომანის პერსონაჟები არიან თეიმურაზი და მარგო? ჯაკოს კიზნაგი. სწორია, ვინ დაწერა ჩარლი და შოკოლადის ქარხანა? არ მახსოვს. როალდ დალმა, რამდენი წევრია ბეჭდის საძმოში? 9. სწორია, ბერძნულ მითოლოგიაში რა ქვია ქვესკნელის მცველ სამთავიან ძაღლს? ცერბერი. სწორია, რა გვარია შორი თეთრი მწვერვალის ავტორი რევაზი? ინანიშვილი. სწორია, რომელ პიესაში ცდილობს კატერინას მორჯულებას პეტრუჩიო? არ ვიცი. ჭირვეულის მორჯულება, ერნესტ ჰემინგუეის მოხუცი და ზღვა. ვინ დაწერა რობინზონ კრუზო? დეფომ. სწორია, ვის ლექსია სენტიმენტალური ტრიოლეტი? ვალერიან გაფრინდაშვილი. სწორია, ვინ მოგვითხრა ბელას და ედვარდის ვამპირული სიყვარულის შესახებ? არ მახსოვს. სტეფანი მეიერმა. დრო ამოიწურა.
შენ დააგროვე 14 სწორი პასუხი ასევე. წინა შედეგი 15 თვლიანი ვერ გაიმეორე, გაიმეორე ილიას შედეგი და საბოლოო ანგარიშის გამოსაცხადებლად დაუბრუნდით მეგობრებო სათამაშო ადგილებად. დაუბრუნდით. და საბოლოო ანგარიში გახლავთ 22-20 მოიგო ჯიპამ, აპლოდისმენტები. ბრავო, ბრავო მეგობრებო, ორქულიანი სხვაობით მოიგო ჯიპამ. და ისინი ნამდვილად იმსახურებენ თქვენს ოვაციებს. მე კი ახლა იზღა დამჩენია რომ შეპირებისამებრ საჩუქრები გადმოგცეთ. აბა ვნახოთ რა გვაქვს საკ რუსო. როგორც გითხარით, რა თქმა უნდა, თბილისი Open Air 2016-ის აბონემენტი ეს შენ, ასევე ძალიან ლამაზი მაგნიტური სანიშნე გამომცემლობისგან წიგნები ბათუმში და ამავე გამომცემლობისგან აი ეს ლამაზი ბლოკნოტი და წიგნი. ეს ბრიჯიტ ჯონსის დღიურებია, რაც უკვე გამოიცანით დღეს, ხო? რა თქმა უნდა, გამომცემლობა წიგნები ბათუმშის ბრენდირებულ თანხასთან. ერთად შენ თითოეულ თქვენგანს და თითოეული თქვენგანი მიიღებს ასევე ელექტრონული წიგნების სახლის საბაზგან ელექტრონულ წიგნებსაც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამწუხაროდ ორივე თამაში წააგო, შესაბამისად დაკარგა შანსი ნახევარფინალში გადასვლის, თუმცა ჯიპამ თავისი პირველი თამაში მოიგო და შემდეგი თამაში უკვე ძალიან გადამწყვეტი და საინტერესო იქნება. კიდევ ერთხელ გილოცავთ მეგობრებო, წინ გადადგმული ნაბიჯი კი არა და ნახევარფინალის საგზური უკვე გაინახეთ. თავარია რომელი ადგილის გახვალთ ნახევარფინალში, ამიტომ ნამდვილად მოსალოცი ამბავია ეს. მე რა მეთქმის, რთული თამაში იყო, დაძაბული, ამაღელვებელი ორქულიანი სხვაობით გადაწყდა საბოლოოდ გამარჯვებულის ბედი. ამიტომ მისგა დამრჩენია დაგემშვიდობოთ და გითხრათ, რომ ჩვენ შემდეგ თამაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ჯიპა და თავისუფალი უნივერსიტეტი. რთული თამაში იქნება, ისიც დარწმუნებული ვარ. უყურეთ გადაცემას წიგნების თარო, უგულშემატკივრეთ გუნდებს და იყავით აზარტული ყველაზე აზარტულ ლიტერატურულ შოუსთან ერთად. გემშვიდობებით. Adloba bicho, standard Gilocavt, mეგობრებო, ბრავო. Გაკაი იყო, bravo. Astros mas solidku was Where astros mas solidku was